არისტოკრატი გლდანელი $5 მოგესალმებით ამ კითხვაზე კარგი პასუხი არ მომისმენია. რატომ ირჩევენ გოგოები ცუდ ბიჭებს და არა სტაბილურ ოჯახში შესასვლელ კაცებს და არა სტაბილურ ოჯახში შესასვლელ კაცებს? ეს ხომ ბიოლოგიურად პირიქით უნდა იყოს მდედრებისთვის. ძალიან მარტივი პირველ რიგში მადლობა სუპერჩატისთვის, მაგრამ ძალიან მარტივი ლოგიკა მანდ ბატონო არისტოკრატო გლდანელო, რომ სტაბილური და წესიერი ბიჭი ნიშნავს რას? პროვაიდერს. მაგრამ ეგ არ ნიშნავს დამცველს. და როცა ბიჭი ცუდი არის, ის დამცველი არის, ხვდები? და დამცველი და პროვაიდერი ქალმა თუ უნდა აარჩიოს ევოლუციურად, ყოველთვის აირჩევს იმას, ვინც მას დაიცავს და არა იმას, ვინც დააპროვაიდებს, ხვდები? აი ეგრე დაალაგდა, ანუ ეს არ ვიცი, რანაირად გაგიჩნდა ეს კითხვა საერთოდ. ჩემი აზრით ძალიან ცხადი არის. შესაბამისად, აი კითხვაზე, რატომ ირჩევენ გოგოები ცუდ ბიჭებს და არა სტაბილურ ოჯახში შესასვლელ კაცებს, ეს ხომ ბიოლოგიურად პირიქით უნდა იყოს დედრებისთვის. ეგ კარგი არის მეებისთვის, დედამთილი ისი დედრები თუ ვინც არიან. მაგისთვის, მაგრამ თვითონ გოგოსთვის სტაბილური ბიჭი არის სტაბილური ცხოვრება, მაგრამ არა დაცვა. და ქალები თუ ვერ შენიშნე არიან ექსტრემალურად მშფოთვარე არსებები. ჟიმ-ჟიმში არიან. ანუ შფოთვა ქალებს აქვთ გიგა, აი თუ არ გჯერა დედასთან მიდი როცა სცინავს და დედა და ნახე დაიხრჩვება, გულის შეტევა ექნება. იმიტომ რომ ქალები შფოთავენ. და შფოთვას იმით ვერ ჩაუხშობ უბრალოდ, რომ აი ყოველდღე იქ პური იდოს მაგიდაზე და ჭერი იყოს თავზე. და აი ცუდი მაგიტომ მოწონთ, რომ ის ცუდი წავა ციხეში. ხვდები? კი იმ ცუდმა შეიძლება გამაუპატიუროს კიდეცო, მაგრამ დამიცავს კიდეცო, ამიტომ ნუ აი ეგ ლოგიკა არის, ძალიან მარტივი ბატონო არისტოკრატო გლდანელო, თან ძალიან გასაგებიც.